კარგად დააკვირდით ამ გოგონას და განსაკუთრებით მის სახეს. მას აქვს თეთრი ლაქები სახეზე, რომლითაც გამოიხატება ერთ-ერთი კანის დაავადება, რომელსაც ვიტილიგო ქვია. ეს არის ქრონიკული კანის დაავადება, რომელიც არ არის გადამდები და გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორის კომბინაციით. ერთი კონკრეტული გამომწვევი ამ დაავადების შემთხვევაში არ არსებობს, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წინა პლანზე დგას აუტოიმუნური რეაქცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზმის იმუნური უჯრედები უტევენ მელანოციტებს, რომლებიც შეიცავენ პიგმენტს და ფერს აძლევენ ჩვენს თვალს, თმას და კანს. ამ დროს იმუნური უჯრედები არასწორი და დარღვეული მექანიზმიდან გამომდინარე მელანოციტებს აღიქვამენ როგორც უცხო უჯრედებს და თავს ესხმიან მათ, რაც იწვევს საბოლოო ჯამში იმას, რომ კანის გარკვეული არეალები რჩებიან ამ უჯრედების გარეშე, მელანოციტების გარეშე კი კანი არის უბრალოდ თეთრი. ამასთან რა თქმა უნდა გადამწყვეტ როლს თამაშობს ასევე გენეტიკური წინასწარ-განწყობა, რადგან ეს იმუნური დეფექტი, რომელიც ვიტილიგოთი დაავადებულ ადამიანებს აქვთ, ხშირად გენეტიკურადაც გადაეცემა. ბოლო ფაქტორი კი, რომელიც შეიძლება ვიტილიგოს, როგორც აუტოიმუნური დაავადების გამწვავებას უწყობდეს ხელს, არის ემოციური და ფიზიკური სტრესი. ამ დაავადების მთლიანად განკურნება სამწუხაროდ შეუძლებელია, თუმცა არსებობს რამდენიმე მიდგომა, რომელიც ამცირებს ამ დაავადების გამოხატულებას. თერაპიის შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს ლოკალურად სტეროიდების შემცველი კრემების გამოყენება, ან ულტრაიისფერის სხივებით დასხივება და ასევე ფსიქოლოგიური დახმარება და სტრესის კონტროლი, რაც ამ დაავადებას დიდხნიან პერსპექტივაში ყველაზე კარგად აკონტროლებს.